გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს. ორშაბათს დაასკვნით სასამართლო პროცესზე სინდისის პატიმარმა მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. ამაღლობელის თქმით, საპროცესო შეთანხმების შეთავაზება მისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. მანვე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა პოლიციაზე თავდასხმა არ ყოფილა. ადვოკატები ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს. მათი თქმით, მედია მენეჯერის საქმე პოლიტიკურია და ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იღენებს. საპროცესო გარიგების შეთავაზება კი პოლიტიკური მანიპულირებაა. ადვოკატებსა და მმართველი გუნდის ოპონენტებს სასამართლოს სამართლიანი განაჩენის იმედი არ აქვთ და აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის განაჩენი საქმის მსგავსად პოლიტიკურად მოტივირებული იქნება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში თითქმის 7 თვის განმავლობაში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა. ამ დროის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ. მზია ამაღლობელმა სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. გამოძიება მას პოლიციაზე თავდასხმას ედავება. ეს არის სრული მარაზმი, ეს არის არამხოლოდ პოლიტიკური დევნა, ეს არის არაადამიანობა, არაკაცობა, რასაც მზია ამაღლობელის მიმართ ჩადიან. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ყველანაირი ღირებულებებისგან დაცლილ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე და დარწმუნებული ვარ, რომ ის მოსამართლე, რომელიც დღეს თითქოს განაჩენს გამოუტანს მზია ამაღლობელს, სინამდვილეში ეს განაჩენი იქნება საკუთარ თავზე გამოტანილი განაჩენი, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს საქმეები შემდეგ გამოძიებული არ იქნეს. წარმოუდგენელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში თავს დაესხა პოლიციას, მას ხელი გაარტყა და ეს იქაურმა სასამართლომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ამპლუაში განიხილოს და დაადგინოს, რომ თითქოს ამით დანაშაული არ შეგვიძლია. სინდისის პატიმრის ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 საათზეა დანიშნული. გასულ პროცესზე ბრალდებულმა დაასკვნითი სიტყვით ისარგებლა. ბრალდებულისა და დაცვის მხარის პოზიციით ახობაძის ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცავებმა ჩაუდეს. მათივე განმარტებით ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგი ახობაძის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში გადაიტანეს. ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას ედავება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლონეთი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, შეზღუდვების დაწესება საქართველოს, სომხეთის, ვენესუელისა და კოლუმბიის მოქალაქეებისთვის განიხილება. საკითხს ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ თუ ცალკეული ქვეყნები საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას გადაწყვეტენ, ეს არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ დაადასტურებს. მათივე თქმით, დონალდ ტუსკის განცხადება აჩვენებს, რამდენად მძიმეა ქვეყნის შიგნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. უვიზო რეჟიმის შეჩერება კი საერთაშორისო რეპუტაციაზე პირდაპირი დარტყმა იქნება. მმართველი გუნდის ოპონენტები ოცნებას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე. ჩარევას თუ კი ისინი ეძახიან იმას, რომ ქვეყანაში მოგვიწოდებენ, რომ იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არჩევნები არ ყალბდებოდეს, პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობდეს და პოლიტიკური ოპონენტების ოფისების რბევით და თავყბის დალეწვით არ იყვნენ და დაკავებული, არ ვიცი, ამას თუ ეძახიან ჩარევას, ეს არ მგონია რომ ჩარევა იყოს. ეს ერთი მხრივ მოწმობს, რამდენად ძიმე არის ქვეყნის შიგნით არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და მეორე მხრივ არის კიდევ ერთი დარტყმა ჩვენს საერთაშორისო რეპუტაციაზე, როდესაც შესაძლოა რომ ორ მხრივ რეჟიმში ცალკეულმა სუვერენულმა სახელმწიფომ შეუწყვიტოს საქართველოს უვიზო მიმოსვლა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით არასწორი სოციალური და ეკონომიკური პირობები გვაქვს შექმნილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის გასული ქვეყნიდან და იმიტომ რომ სამწუხაროდ მათი გარკვეული ნაწილი არის ჩართული არა მართლზომიერ აქტივობებში. ცალკეული ქვეყნების მათ წარმომადგენლების თუ მთავრობის წევრების განცხადებებს, როდესაც ეს ყველაფერი მათ ნათქვამი შინაარს მოკლებული დაცლილი არგუმენტებისგან არის და გამორჩეულად კიდე იმ პირებისგან, რომლებიც არიან ყოფილი ქვეყნის პრეზიდენტის, დიქტატორის და მაოხრებელი ამ ქვეყნის მიხეილ სააკაშვილის ძალიან აქტიური მეგობრები, მათი მხრიდან განცხადებული ეს ფრაზები ჩვენ სწორედ იმ მეგობრულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომელიც არის არა მეგობრობა საქართველოსთან, არამედ სამწუხაროდ მეგობრობა
კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, რომლის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, აი ეს ცოტა ხნის წინ ბოლო სხდომაზე იქნა დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იქნა 400-ზე მეტი ფურცლისგან შემდგარი დასკვნა გაკეთებული. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს პარტია გირჩი. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობას აპირებენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში 4 ოქტომბრის არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ ქართული ოცნების დამარცხება მხოლოდ ერთიანი პოზიციით არის შესაძლებელი. ამასთან ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნები უცვლელი რჩება. 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებისთვის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის მიცემა. მეტი არაფერს არ ემსახურება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერი ქართული ოცნებისთვის არ იქცეს გამარჯვების დღე და პირიქით იყოს მისი პოლიტიკური ტრაგედიის დღე. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა. ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პარტია მმართველი გუნდის სამიზნე გახდა და ეს ლელოს ბრძოლისთვის ხელშეშლის მორიგი მცდელობაა. რაც შეეხება ანგარიშის დაყადაღების მიზეზს, ირაკლი კუპრაძის განმარტებით, პარტიას 2022 წელს გორის სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო 130 ლარიანი ბაჟის გადაუხდელობას ედავებიან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერის მამუკა ხაძარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცეთ ივანიშვილის ძალადობრივ რუსულ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, დააყადაღებენ თუ არა პარტიის და კოალიციის ანგარიშს. მიუხედავად იმისა, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა ჩვენ კოალიციის ლიდერის მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ ეს სასაცილოდაც არ ყოფნის, იმიტომ ეს არის ქართული ოცნების სიშლეგის გამოვლინება, რომ მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის. მაშინ, როდესაც ქართული ოცნების შიგნით არის წარმოუდგენელი ბრძოლა, გაჩაღებული მოპარული ფული ვის ჯიბეში აღმოჩნდეს და ეს კორუფციული სქემები როგორ უნდა გადაეწყოს ირაკლი ღარიბაშვილიდან ირაკლი კობახიძეზე, სხვის დეკლარაციაში ქექვა უბრალოდ ამორალობად მიმაჩნია. მისი ბიზნესებიდან გამომდინარე, რა ბრუნვაც და რა კაპიტალიც ამ ადამიანს აქვს, თუ კი იქ არ არსებობს რაიმე დარღვევა და მხოლოდ ამ ერთი ბინის საშემოსავლოზე არის, შეიძლება მართლა ეს იყოს ტექნიკური შეცდომა.